მაშინია. აი ამის მოგზაური ვარ მე. ითხოვ ჯიგარო how much მეთქი და ტაილანდში ყოფნის მე-16 დღეა და დღეს მივდივარ ბანგკოკში არის ესეთი ადგილი ანტიკური ქალაქი, სადაც არის ულამაზესი ტაძრები. ხო და დღეს მაგ ტაძრებს მოვინახულებთ. მაგრამ პირველ რიგში მჭირდება ყავა, თან არც ისე ადრე გავიღვიძა და წავედით ახლა ყავით გამოვფხიზლდეთ და მერე გამოვიძახოთ ტაქსი. Thank you. მოვედი და იმედია სწორად მოვედი. აქ მომიყვანა რუკამ რა უნდა ავიღო ტიკეტი. ულამაზესია. პირველივე რეაქცია არის ვაუ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. აი ამის მოგზაური ვარ მე. ამის მოგზაური ვარ, ძალიან ლამაზია. კაი. უბრალოდ look at this. გავაფრენ. წავედი ტიკეტი ვიპოვო, თორე ესე არაფერი არ გამოვა. ძალიან ლამაზია. კარგი, კი შემოვედი, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა და მე მჭირდება ტიკეტები რომ ვიპოვო. I buy ticket. Okay. Let's go. იქით უბრალოდ აი რო ნახოთ რა სილამაზე ჩანს, გამოშტერდებით. ის გამომიშვას შენ რო ონლაინ გაქო დაჯავშნილია სხვაგან უნდა მეტირება ისეთ ლამაზია. გონია რა ჩვეულებრივი ადგილია. არ არის ჩვეულებრივი. ხო იცით რა უნახავით მოგცევა ჩემი სტიქია. იმიტომ რომ უნახავით უნდა ვიქცეოდეთ ყოველთვის ყველა. ვიყვებით რატომ ჯობია ხოლმე ზოგადად რომ რამე დაგეგმილ ტურს გაყვებ. მე მაქვს ახლა აღებული აი ამ ადგილის ბილეთით, სადაც არის რაღაც მუზეუმი და ძალიან ლამაზი და მაქვს აღებული Ancient City-ს ბილეთით. ეხლა არის 3 საათი და სადღაც 6:30-ის ფარგლებში იკეტება ორივე ადგილი. ამიტომ ბილეთი რო ავიღე, ანუ ონლაინ ბილეთი რო გავანაღდე, ამ გოგო მითხრა რომ გირჩევ Ancient City-ში წახვიდეო, იმიტომ რომ ის უფრო ადრე იკეტებაო და თუ მოასწარიო, მერე მოდი აქაცო. ხო და წავალ ახლა, იმიტომ რომ იმის ბილეთი უფრო ძვირი ღირს და აქ შეიძლება კიდე დავბრუნდე. ამიტომ გამოვიძახებ ახლა ტაქსი და წავედი. ძალიან კი მენანება ეს უდიდესი ქანდაკება, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და ძალიან ბევრი სპილოები არიან აქ. რობით რაც გავაკეთა ყველაფერი არასწორი იყო. Okay, guys, we're back. რა ხელა რაღაც მომწეს. აქ კიდე უზარმაზარი რიგი დამხვდა. აქ მგონი ეს უნდა ვიქირავო. ამას ვერ იქირავებ თუ ტარება არ იცი. ან შეგიძლია ჩვეულებრივ ველოსიპედი იქირავო და იქით არის რაღაც ტრანსპორტი, რომლის ბილეთიც შიგნით უნდა ვიყიდო. ამიტომ ახლა შევბოდიალდე უნდა ისევ შიგნით. რაღაცით მოვედით ამასთან და ახლა ამით უნდა ვიაროთ. და ჩემი აზრით უდიდესი შეცდომაა, როცა აქ მოდიხარ მარტო. წარა სტორი ინსტაგრამზე და ძალიან ლამაზი ვიყავი აქედან და უბრალოდ ეგ ამბავი, ანუ გენახებით სათქმედი არაფერი. ვიცი რომ ეს ვლოგი არ იქნება იდეალური ტექნიკურად გამართული და ძალიან კარგი კადრებით, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ გაგიზიაროთ ჩემი დანახული აქაურობა, ჩემი ხედვა და ჩემი ემოციები, რომელიც ძალიან მძაფრად მაქვს ხოლმე ამ ყველაფრის ყურების დროს. და თუ არა უკვე ცრემლები? კი.
არის თუ არა ყველაფერი ისეთი, როგორ ფოტოებსაც Pinterest-ზე ვეძებდი ხოლმე? კი. უბრალოდ ძალამაზია. თან ჯერ ეხლა შემოვედი და ანუ აი რას მივაქცია ყურადღება ვერ ვიგებ, ანუ აი ესე ვარ. კარგი. ანუ აი ხეც ძალამაზია და აი ისე ხა ის შენობა შეხედეთ, ანუ რა არის არც კი ვიცი. ყველაფერი ძალამაზია. აი ეს როგორ არ არის ლამაზი შეხედეთ უბრალოდ. ანუ look at this. რატო დავორთქლილი ჩემი ეკრანი? წესით უნდა იყოს, არ ვიცი რა, მაგრამ ალბათ რამე ხმოვანი გიდი. ოღონდ ინგლისურად არ არის, ამიტომ. და თუ არა შევიდე. რა არის არ ვიცი, მაგრამ დიდად ეხლა აქ დარჩენა მინდა თქვა ვერ ვიტყვი. კაი, ცოტა ხანი ვიტყანებ ესა. ახლა კი ცოტას მოგიყვებით ამ ადგილის შესახებ. ანტიკური ქალაქი არ არის რეალური ქალაქი, ეს არის გარე მუზეუმი, outdoor მუზეუმი, რომელიც სიდიდით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, მგონი მესამე. 320 ჰექტარზე არის გადაჭიმული და აქ არის წარმოდგენილი დაახლოებით 116 შენობა და სკულპტურა და ეს შენობები და სკულპტურები არის ტაილანდის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან გამორჩეული შენობებისა და სკულპტურების კოპიები. რამდენიმე ისეთი შენობაც არის, რომელიც არის ზუსტად იგივე ზომის, რა ზომისაც ორიგინალი შენობა. დარწმუნებული ვარ, წინასწარ რომ არ იცოდე რომ მუზეუმში მიდიხარ, ვერც კი წარმოიდგენ რომ ეს არ არის რეალური, იმდენად ყველაფერი მორგებულია, თითქოს პატარა ძალიან საინტერესო ულამაზეს სოფელში დადიხარ და აკვირდები რაღაცნაირ ცხოვრებას. ერთ ადგილას გავჩერდით და 10 წუთი გაგვსო აქ. ხო და წავედით. კარგი ყოფილა შტატივი, სხვათა შორის. აუ, ძალიან ლამაზი ხო არ არის? ძალიან ლამაზია. ეს ძალიან დიდი ყოფილა. აი, აქ კუდი და აქ აქვს თავი. ცოტა მეშინია. აუ, ლამაზე სიახლოვე უნდა გადავიღო. უბრალოდ შეხედეთ. Beautiful. Hello, friend. ისევაკეთ, ანუ ნახევარიც არ არა, ალბათ მე-13 ტერიტორია ვნახე. აუ, სიამოვნებით დავბრუნდებოდი უკან. აი, ვინმეს რო გავიცნობ ტაილანდში. ვეთყვი რა წამო Asian City-ში წავიდეთ და წამოვალ მთელი დღე ვიქნები აქ, აუკარგესი იყო, ანუ აი საოცარი. გარეთ და ტაქსი ვერ გამოვიძახე, ამიტომ ახლა შევდივარ ისევ შიგნით, იმიტომ რომ შიგნით იდგნენ ტაქსები და შევალდა ამათ ვკითხავ ჯიგარო how much მეთქი და წავედი. მე ამ საოცარი მზის ჩასვლით დავბრუნდი სახლში და
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და მართლა გპირდებით, რომ უკეთეს ვლოგებს გავაკეთებ ხოლმე და თქვენ კი გამოწერა არ დაგავიწყდეთ.